მადლობა. ის საკითხი, რომელსაც მე შევეხები, როგორც ლევან აღნიშნა, შეეხება სოციალურ კაპიტალს და შრომის ბაზაზე უთანასწორობას, თუმცა სამთითო საკითხზე გადავიდოდი, მინდა აღნიშნო, რომ პრეზენტაცია არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ მე მხოლოდ მონაცემებს წარმოვიდგენ, ასე ვთქვათ, ცხრილები და გრაფიკები ინგლისურ ენაზე და დანარჩენი, ასე ვთქვათ, ტექსტი სასაუბროა და ქართულ ენაზე ვისაუბრებ. თქვენი თვითონ სოციალური კაპიტალის საკითხი და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის განხილვა, განსაკუთრებით შრომის ბაზართან მიმართებაში. თვითონ ლიტერატურაც სოციალური კაპიტალი შეეხება სოციალურ კავშირებს და შრომის ბაზართან მიმართებაში იგი შეეხება სოციალური კავშირების გამოყენებას დასაქმებაში და დასაქმებისას და სამსახურში დაწინაურებისას. ლიტერატურა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ფორმალური სამსახურში აყვანის და დაწინაურების წესების არარსებობისას არის მაღალი რისკი შრომის ბაზარზე დისკრიმინაციის და სეგრეგაციის. ასევე, ერთ-ერთი გამარტება სოციალური კაპიტალის და დასაქმების ბაზარზე არის დასაქმებისას და სამსახურში დაწინაურებისას პრივილეგიების და სარგებლის მიღება, რომელიც გამომდინარეობს სოციალური კავშირებიდან და შეიძლება გავლენა მოახდინოს უთანასწორობაზე. ასევე არსებული თეორია ლიტერატურა მიუთითებს, რომ უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებს და უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, სტატუსის და ხელფასის მქონე ადამიანებს აქვს მეტი შანსი გამოიყენოს სოციალური კაპიტალი თავის სასარგებლოდ და ეს, ასე ვთქვათ, არ არის მაღალი სოციალური კაპიტალის არსებობა დასაქმებისას, ასე ვთქვათ, ქართული ფენომენის ხალხი, ხოლო მაგალითად 30 და 50%-ამდე ამერიკაში დასაქმების მოდის, ასე ვთქვათ, სოციალური კაპიტალის გამოყენებაზე სამსახურში აყვანისას და რაც უფრო მაღალია, მაღალკვალიფიციური სამსახური, მით უფრო მაღალია ის ალბათობა, რომ სოციალური კაპიტალი იქნება გამოყენებული. ამიტომ დავსვით საკითხი ასე, ქართულ რეალობაში რა კავშირია სოციალური კაპიტალის გამოყენებასა და სამსახურში უთანასწორობას შორის. უთანასწორობა ჩვენ შემთხვევაში გამოიხატება ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, საშუალო, ერთი და იგივე საშუალების მქონე ადამიანები, რამდენად ერთი და იგივე განათლების მქონე ადამიანები და ერთი და იგივე შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რამდენად მიმართავენ ან მიმართავენ სოციალურ კაპიტალს სამსახურში აყვანისას. მონაცემები ამ ეტაპზე მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვეპოვებოდა. გამოვიყენეთ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რეპრეზენტატიულ კვლევას დასაქმებული ადამიანების 1364 ადამიანის გამოკითხული და ესენი არიან საქართველოში, თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები დასაქმებული ადამიანები. სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმებული ადამიანები არ გამოგიკითხია ფორმალურ და არაფორმალურ ხელფასიან დასაქმებაში მათი დაბალი წილის გამო. პირველადი მიზანი მისთვის შეგროვდა ეს მონაცემები და შეიქმნა მონაცემთა ბაზა, ეს იყო გენდერული დისკრიმინაციის კვლევა სამუშაო ბაზაზე, მაგრამ ეს ანგარიში წარმოდგენილი, ეს ცალკე ანგარიში სახით არსებობს, ასე ვთქვათ, ამ მონაცემთა ბაზის ანალიზი გენდერული კუთხით. თუმცა მოცემულ სტატიაში მე შევეხები მხოლოდ სოციალური კაპიტალის გამოყენებას დასაქმებაში, განათლებასთან მიმართებით, ასაკთან მიმართებით, ხელფასის გადაწილებასთან მიმართებით და სამსახურში დაწინაურებასთან მიმართებით. პირველადი მონაცემები, რაც მივიღეთ ჩვენ სოციალური კაპიტალის გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურში აყვანის პროცესში, იყო ასეთი.
გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ სამსახური იშოვა ახლობლების, ოჯახის წევრების ან მეგობრების დახმარებით, მაშინ როცა 52% ამბობს, რომ სამსახური იშოვა დახმარების გარეშე. და ასევე გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ არ მიუღია მონაწილეობა ინტერვიუს პროცესში სამსახურის აყვანისას. ჩვენ ამ ხელმისაწვდომი მაჩვენებლებიდან, ასე ვთქვათ, პირველი კითხვა გამოვიყენეთ, როგორც ასე ვთქვათ, წყალგამყოფი მისი საშუალებითაც იქნა გაანალიზებული მონაცემები. ანუ, როდესაც გულისხმობთ სოციალურ კაპიტალს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ სლაიდი, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ სამსახური იშოვეს ახლობლების ან მეგობრების დახმარებით თუ დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, მოცემულ მონაცემთა ბაზაში სხვა სლაიდი სოციალური კაპიტალის აღნიშვნისთვის არ მოგებავებოდა. მოცემულ წყილში წარმოდგენილია გადანაწილება საჯარო და კერძო სექტორებს შორის და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ახლობლების საშუალებით იშოვეს სამსახური, 68% მუშაობს საჯარო სექტორში და მაშინ, როდესაც მათგან ვინც ამბობს, რომ დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, უკაცრავად 68% მუშაობს კერძო სექტორში, ხოლო მათგან ვინც ამბობს, რომ დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, 59% მუშაობს საჯარო სექტორში. ანუ იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც სამსახურის სოციალური კაპიტალის საშუალებით შეუძლებს მოცემულ მომენტში, საჯარო სექტორშია, კერძო სექტორშია კონცენტრირებული. ასევე სხვადასხვაგვარია სოციალური კაპიტალის დასაქმებისა, სოციალური კაპიტალის გადანაწილება სექტორების მიხედვით, სადაც იკეთება ერთი საინტერესო ტენდენცია. ანუ აქ მოცემულია მაღალი წილი სოციალური კაპიტალის გამოყენებისა დასაქმებისას ისეთ სექტორებში, როგორიცაა მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, შედარებით მაღალია ადმინისტრაციულ დახმარებაში და სერვისებში, ასევე მშენებლობაში. სამაგიეროდ შედარებით დაბალია სოციალური კაპიტალის გამოყენების წილი ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური სერვისები, საჯარო ადმინისტრირება, განათლება და ჯანდაცვა. ანუ ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ იმ სექტორებში, სადაც უფრო საჭიროება განათლების მაღალი დონის და ასე ვთქვათ, მაღალი ადამიანური ინვესტიცია საჭირო იმისთვის, რომ სამსახურთან დაკავშირებული მოვალეობები შეასრულონ, ასეთ შემთხვევაში უფრო დაბალია სოციალური კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც მაგალითად განათლებაში ან ჯანდაცვის სფეროში და ფინანსებში. მაგრამ სადაც არ არის საჭიროება განათლების მაღალი დონის, შესაბამისად სოციალური კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობაც უფრო მაღალია. ასეთ მიმართებაში ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, არის ერთნაირი ყველა წარმოდგენება საკონკრეტულ ჯგუფში, თუმცა ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ სამსახური იშოვა სოციალური კაპიტალის გამოყენებით, შედარებით მაღალია და შემდეგ იკლებს ახალგაზრდა ჯგუფში, 18-25 წლის ახალგაზრდებში ეს ყველაზე მაღალია და შემდეგ ნელ-ნელა იკლებს. ეს შეიძლება მიუთითებდეს უთანასწორობაზე შრომის ბაზარზე შესვლისას. ანუ სოციალური კაპიტალის გამოყენების დონე უფრო მაღალია შრომის ბაზარზე შესვლისას, რამაც შეიძლება შემდეგ უთანასწორობა შექმნას კარიერის განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება განათლებას, ანუ განათლებასთან მიმართებაში დაფიქსირდა ცალსახა მიმართება, რომ რაც უფრო დაბალია განათლების
დონე მით უფრო დაბალია სოციალური კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობა. ანუ საშუალო სკოლის განათლების მქონე ადამიანების 64% ამბობს, რომ სოციალური კაპიტალის საშუალებით იშოვა სამსახური, მაშინ, როდესაც რაც უფრო მაღლა მიდის განათლების დონე, ეს ციფრები მშვიდე. მაგალითად, მაგისტრის ხარისხის მქონეთა 79% ამბობს, რომ დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, მაშინ, როდესაც მხოლოდ 21% მიუთითებს, რომ სოციალური კაპიტალის გამოყენებით დასაქმება. იგივე ტენდენცია ფიქსირდება სადოქტორო ხარისხის მქონე პირებთან მიმართებაში. ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებში თითქმის ერთი და იგივე განაწილება. ეს დიაგრამა მიუთითებს განათლების წლების რაოდენობას და სოციალური კაპიტალის გამოყენებას დასაქმებისას. ანუ აქ უკვე ცალსახად ხედავ ტენდენციას, რომ 11 წლამდე 11 წლის განათლების მქონე ადამიანების უმრავლესობა სოციალურ კაპიტალს იღებს დასაქმებისას, ხოლო 12-16 წლის, ანუ ეს არის ადამიანები, ვისაც პირველი საფეხურის უმაღლესი განათლება აქვთ დასრულებული, გადანაწილებულია, ასე ვთქვათ, თანაბრად, 51% იყენებს სოციალურ კაპიტალს დასაქმებისას და 48% დამოუკიდებლად შეუძლებს სამსახურს, ხოლო 17 და მეტი წლის განათლების მქონე, ანუ ეს შეეხება უკვე მეორე და მესამე საფეხურის განათლებას, უმრავლესობა მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად იშოვა სამსახური. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე სიტუაციასთან, რომელიც ეწინააღმდეგება თეორიებს, რომლებზეც საუბრობდი პრეზენტაციის დასაწყისში, რომ განათლების დონის მატებასთან ერთად იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, ან მათ ნაკლებად უწევთ სოციალური კაპიტალის გამოყენება და არა პირიქით არ არის დაკავშირებული მეტი სოციალური კაპიტალის გამოყენებასთან. თუმცა, რაც შეეხება სახელმწიფო გადანაწილებას, აქ არ არის ცალსახად იგივე ეფექტი, ან ხელფასისმცემლებთან ერთად მართალია იკლებს სოციალური კაპიტალის გამოყენების ალბათობა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ცალსახა შედეგი, როგორიც არის განათლებასთან მიმართებაში. ანუ ჩვენ გვაქვს 130-250 ლართან მიმართებაში თითქმის ერთი თანაბარია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დამოუკიდებლად იშოვა სამსახური, ან იშოვა სამსახური სოციალური კაპიტალის საშუალებით. ასევე თანაბარია 251-400 ლართან მიმართებაში და შემდეგ იზრდება. მაგრამ ასე ვთქვათ, არა იმ იზრდება იმ ადამიანების დონე, ვინც დამოუკიდებლად შეუძლებს სამსახურს უკვე 417 ლარიდან და ზემოთ. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ მართალია აქ დიაგრამაზე არის წარმოდგენილი ასე ვთქვათ, ანაზღაურება 1000 ლარიდან და ზემოთ და აქ ხედავთ, რომ ამ ჯგუფში არ არის ერთგვაროვანი სიტუაცია, ანუ ნათელი არ არის ადამიანები, რომელსაც აქვთ შედარებით მაღალი ანაზღაურება დამოუკიდებლად შეუძლებს სამსახურს თუ სოციალური კაპიტალის გამოყენებით, თუმცა ასე ვთქვათ, მონაცემების რაოდენობა ამ ჯგუფის კატეგორიაში არის ძალიან მცირე, ანუ თვითონ სტატიაში არის მითებული, რომ ძირითადი ასე ვთქვათ, რეპრეზენტატიული ჯგუფები ამ შემთხვევაში თავდება 1000 ლარამდე, 1000 ლარის ზემოთ მონაცემები საკმარისი არ არის, რომ ხელფასთან მიმართებაში ვიმსჯელოთ. და რაც შეეხება სოციალური კაპიტალის გავლენას დასაქმების სტაბილურობაზე და კარიერის განვითარებაზე. ჩვენ აქ ვხედავთ ესეთ შედეგებს, რომ იმ ადამიანებს, ვინც დასაქმდა, ასე ვთქვათ, სოციალური კაპიტალის საშუალებით, მათ 80%-ს აქვთ ასე ვთქვათ, ვალიდური კონტრაქტები, მაშინ, როდესაც პირიქით დამოუკიდებლად ვინც იშოვა სამსახური, მათ 60%-ს გააჩნია ვალიდური კონტრაქტები
და ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ, რომ თუმცა კარიერული წინსვლის ალბათობა იმათი, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა იმათი, ასე ვთქვათ, უფრო მეტია, მის დამოუკიდებლად იშოვა სამსახური 37%-ია და 20%-ია მათთვის, ვის სამსახური იშოვა სოციალური კაპიტალის საშუალებით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება დაწინაურებას ხელფასის მიხედვით და არა კარიერულად, აქ არ არის ძალიან დიდი განსხვავება. 54% არის იმ ადამიანების, ვინც სოციალური კაპიტალის საშუალებით იშოვა სამსახური, დაწინაურებული და 62% იმათი, ვინც სამსახური იშოვა დამოუკიდებლად. რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ აქედან? ერთი, რაც არის მნიშვნელოვანი მიგნება, ეს არის ის, რომ განათლება საქართველოში ადამიანებს ეხმარებათ იყვნენ უფრო დასაქმებადი. ანუ თუ არ მიუწვდებათ ხელი სოციალურ კაპიტალზე, ასეთ შემთხვევაში განათლება ზრდის მათი დასაქმების საშუალებას. მაშინ, როდესაც დაბალი განათლების მქონე სექტორებში, ანუ დასაქმება ძირითადად დამოკიდებულია სოციალურ კაპიტალზე. მაგრამ იგივე არ ვრცელდება ანაზღაურებაზე. ეს საკითხი ერთი დამატებით შესწავლას საჭირო აქვს, მაგრამ შესაძლებელია ანაზღაურებასთან მიმართებად გამოწვეული იყოს ასევე სექტორების მიხედვით განაწილების, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ადამიანური კაპიტალია საჭირო ისეთ სექტორებში, სადაც არის განათლება, ჯანდაცვა, ფინანსები, ფინანსებს არ ცდილობენ, მაგრამ მაგალითად განათლება და ჯანდაცვა, საშუალო ხელფასები ამ სექტორებში არის ბევრად უფრო დაბალი. მაშინ, როდესაც და ეს არის ძირითადად საჯარო ორგანიზაციებით წარმოდგენილი სექტორები. მაშინ, როდესაც კერძო სექტორში საშუალო ხელფასები არის უფრო მაღალი. ანუ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სოციალური კაპიტალი გავლენას ახდენს უფრო მეტად ანაზღაურების მიხედვით მიღების შესაძლებლობებზე, არა იმდენად და არა იმდენად კარიერის წინსვლაზე და სტაბილურობაზე, როგორც ნახეთ, იმიტომ რომ კარიერის წინსვლასა და სტაბილურობასთან მიმართებაში შედეგები არ იყო ერთნაირი. და დასკვნის სახით მინდა თქვა ასევე საკითხი, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციას და სეგრეგაციას. მართალია მე ამ ასე ვთქვათ სტატიის და ამ პრეზენტაციის ფარგლებში არ ვსაუბრობ, ცალკე ანგარიშის ნაწილია გენდერული დისკრიმინაცია, რომლისთვისაც ეს მონაცემთა ბაზა შეიქმნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დონის სოციალური კაპიტალის გამოყენება დასაქმების ბაზაზე და განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც ნაკლებად არიან წარმოდგენილი ქალები, ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, სამომავლო, ასე ვთქვათ, პოლისისთან დაკავშირებული საკითხი, ასე ვთქვათ, გარკვეული ჩარევა შეიძლება იყოს საჭირო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ პირდაპირ სოციალური კაპიტალი არის დაკავშირებული დისკრიმინაციასთან, რადგან ადამიანები თავის მსგავს ადამიანებს იძლევენ რეკომენდაციას და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია დასაქმების პროცესში ფორმალური სტანდარტების დამკვიდრება და სოციალური კაპიტალის მინიმალიზაცია.